ძველ ბათუმში ნაციონალური მოძრაობის მერობისა და მაჟორიტარი დეპუტატობის კანდიდატების პლაკატები დააზიანეს. 30-მდე პლაკატი, რომელიც მშენებარე ობიექტის ღობეზე იყო გაკრული, წითელი სითხით გადახაზეს. დეპუტატობის კანდიდატი ფაქტს ხელისუფლების მხრიდან მიზან მიმართულ შეკვეთად და წინასაარჩევნო პერიოდის ხელშეშლად აფასებს. ირაკლი თავართქილაძის თქმით, ეს იმ განუკითხაობისა და დაუსჯელობის სინდრომის გაგრძელებაა, რომელიც ქვეყანაში სუფევს. პარტიის წარმომადგენელი შინაგან საქმეთა სამინისტროს ფაქტის გამოძიებისკენ მოუწოდებს. მშენებარე ობიექტის ღობეზე წინასაარჩევნო პლაკატების გაკვრას აპროტესტებს თავად სამშენებლო კომპანიის დირექტორი, რომელიც პლაკატების დაზიანების ფაქტს შეესწრო. ვლადიმერ შენგელია განმარტავს, რომ ახალგაზრდება ქმედებით სავარაუდოდ პარტიის მიმართ პროტესტი გამოხატეს. ხელშეშლა ხდება წინასაარჩევნო კამპანიისა დღევანდელი ამ ვანდალური ფაქტი და ამისთვისაც მიუხედავად იმისა, უამრავი მოწმე არსებობს და დამნაშავე დაურწმუნებული ვარ, რომ დაუჟელი დარჩება კვლავ, არც მატერიალური ზარალი აუნაზღაურდება წინასაარჩევნო სუბიექტებს. ვფიქრობ, რომ ეს არის საქმე იმ ტიტუშკებისა და მეკვერცხეებისა, რომელსაც ხელმძღვანელობს პირადად პრემიერ-მინისტრი ჰაკიმ ფაშა წოდებული პრემიერ-მინისტრი და აგრძელებს ამით ადამიანებზე აგრესიას, ხელშეშლას წინასაარჩევნო. დღეს დილით 6 საათზე მოვედი, 6 საათზე და აი უკვე მიდიოდნენ ის ვინც აკრავდა. სამწუხაროდ ვერ მოუსწარი, როცა აკრავდნენ, მე სამსახურეობრივ საქმეზე ვიყავი აქ მოსული. ეს ერთგვარი პროტესტის ზნობა, რომ ხალხს ხელში აქვს ამასული, ამათი ხელყელაობა, ამათი თავხედობა, ამათი ტყუილი, ამათი მცდელობა კიდე რომ ხელისუფლებაში უნდათ მოსულ.